განვითარებული, შემდგარი, განათლებული ქალები, რომლებიც პირად ცხოვრებას ვეღარ აწყობენ. სიტყვა შეპყრობილობა ყველაზე მეტად უხდება, რასაც ადამიანები სიყვარულს ეძახიან. ყველა ქალში ცხოვრობს ესეთი ანიმუსი, ანუ მამაკაცური მხარე, ყველა მამაკაცში ცხოვრობს ანიმა, მისი ფემინური მხარე. ანიმას და ანიმუსის ათვლა ყველაზე კარგად ხდება სასიყვარულო ურთიერთობებში. ასეთ ადამიანს მარტოობა არ შეუძლია. არა, მარტო რო რჩება ისეთი თავდასხმები შემოვა. საერთოდ საიდან იწყება ეს ძიება? ადამიანი არ არის კარგად. ბედნიერება შენთვის აღარ მოაქვს არაფერს. როგორ უნდა დაიწყოს ადამიანმა გაცნობიერება? თქვენ რო ოთახიდან არ გამოხვიდეთ 10 წელი, თქვენ ვერასოდეს ვერ გაიგებთ როგორი ხართ. დაიწყეთ დაკვირვება რა ტიპის ადამიანები გიზიდავთ. სიყვარული ეს არ არის ერთმანეთის ყურება, არამედ ერთი მიმართულებით ყურება. არასნობერს ენა არ აქვს, ხვდები ის ან სიმბოლოებით შემოდის შენს სიზმრებში, ან პროექციებით რეალობაში. რატო იყო კარგი გვიან ასაკში შვილის გაჩენა? ეხლა მე რო შვილი გამიჩინა 25 წლის ასაკში, ზუსტად ვიცი. აი ესე ვიყავი სადღაც ჰაერში. ადამიანი, რომელსაც გონია, რომ მას ვერავინ ვერ უგებს, ეს არის ადამიანი, რომელიც ვერ უგებს ვერავის. 3 საათი საუბრობ ისე, რომ მარტო შენ საუბრობ და მე გისმენ, შენ უნდა მიხვდე, რომ ეს ურთიერთობა არ არის. შენ ახსნის გარეშე გაგიწყვეტია ურთიერთობა? კი. საერთოდ მე ამ ბოლო დროს არავისთან ვსაუბრობ. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. ჩვენი წარმდგენია თბილისის აკრები, ახალი თვითმყოფადი უბანი ქალაქში, ვაკე-საბურთალოს შორის, ნაფეტრობის გზაზე, უნივერსიტეტის ქუჩიდან სულ რამდენიმე წუთის სავალ მანძილზე. ასე რომ თუ გეგმავთ ბინის შეძენას, ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში დაგხვდებათ ბმული, ეს არის აკრების ვებგვერდი, სადაც ნახავთ ამჟამინდელ შემოთავაზებას, რომელიც 20 ნოემბრამდე გრძელდება, ეს არის სპეცფასი. ამავე საიტზე თქვენ ნახავთ საკონტაქტო ინფორმაციას და შეგიძლიათ პირდაპირ დაუკავშირდეთ აკრების გუნდს. ახლა რაც შეეხება ჩემს დღევანდელ სტუმარს, დღეს მოვიწვია ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი, რომელსაც ძალიან ითხოვდა ჩემი აუდიტორია. დღეს ნონასთან ერთად ჩვენ ვისაუბრებთ მასკულინურ და ფემინურ ენერგიებზე, ამ ძალების ბალანსზე და იმაზე, თუ რა ხდება, როდესაც ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა ქალი თუ კაცი, უკუაგდებს თავისი ფსიქიკის ოპოზიტს, მამაკაცის შემთხვევაში ქალურ ასპექტებს და საწყისებს და ქალის შემთხვევაში მამაკაცურ საწყისებს. და მე ძალიან მიხარია, რომ სწორედ ამ თემაზე შევთანხმდით, რომ ეს იყოს ჩვენი პოდკასტის, რა თქმა უნდა, მთავარი თემა. შეიძლება სხვა რაღაცებსაც შევეხოთ, მაგრამ ამის გარშემო ვიტრიალებთ. ასე რომ დიდი მადლობა ნონა ამ საუბრისთვის წინასწარ. მოგესალმებით პირველ რიგში და ვისაუბროთ. მადლობა მოწვევისთვის. სანამ დავიწყებთ და პირველ კითხვას დავსვამ, ტრადიციულად უნდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. ძალიან ეხმარება თქვენი გამოწერა subscription-ი, ანუ ვიდეოს ქვემოთ ღილაკი subscribe თქვენ დაგხვდებათ, რომელზეც უნდა დააწყაპოთ და გამოიწეროთ ჩვენი არხი, თუ გსურთ, რომ დაეხმაროთ ამ არხს განვითარებაში. იმიტომ რომ სტატისტიკა მაჩვენებს, რომ თქვენ ხართ ამ არხის და ამ ეპიზოდების მაყურებლები, მაგრამ ამათგან 65% არ არის ჩვენი გამომწერი. ასე რომ ეს არის სრულიად უფასო, ძალიან სწრაფი მეთოდი, რომ ხარი დაგვიჭიროთ და მე მადლიერი ვიქნები ამისთვის. ტრადიციულად ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტ არეაში და დავიწყოთ. ნონა, დავიწყოთ სულ თავიდან. საერთოდ რას ნიშნავს და რას გულისხმობდა იუნგი აი ამ ტერმინებში ანიმა, ანიმუსი და როგორ უნდა მოახერხოს ადამიანმა, რომ აი ეს ასპექტები, თავისი ფსიქიკის ოპოზიტები, ინტეგრაცია მოახდინოს ამ ძალების და რა შეეხმარება? ანიმა, ანიმუსი, ხა უბრალოდ განსაზღვრებით, ეს არის არქეტიპები, საერთოდ ეს არქეტიპები იუნგის შემოდანილია. არქეტიპები ნიშნავს კოლექტიური არაცნობიერის რაღაცი შინაარსებს, რომელიც შინაარსებიც გარკვეულ იდეას და სიმბოლოებს ატარებს. ხა რატო დასჭირდა სავარაუდოდ იმდენად ბნელ ადამიანის არაცნობიერში და იმდენად ბევრი რაღაც შინაარსი ცხოვრობს, რომ უბრალოდ მან ის შეეცადა, რომ გარკვეული სახელები დაერქვა იმისთვის, რომ შემდეგ ამის ინტეგრაცია მომხდარიყო. ხა ანიმა, ანიმუსის არქეტიპი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პირდაპირ არის ეს იგი ცნობიერება თავის თავში თქვენ რაც თქვით მასკულინური და ფემინური ენერგია, ეს არ არის რაღაცა ისეთი ფიზიკური, ეს არის ცნობიერების ორი დაპირისპირებული რაღაც პოლუსი ფსიქიკაში. და შესაბამისად ანიმუსი ეწოდა მამაკაცს ქალში და ქალის მამაკაცი ქალს ეწოდა ანიმა.
და ესე ტერმინით უფრო ადვილია განსაზღვრო შინაარსი, რა თქმა უნდა, ეხა ესე მარტივით არ არის როგორც ჩანს, იმიტომ რომ ადამიანები საუბრობენ ამაზე. ეხლა რაც შეეხება თვითონ ამის იდეურ დატვირთვას, ანუ ყველა ქალში ცხოვრობს ესეთი ანიმუსი, ანუ მამაკაცური მხარე, მასკულანური ენერგია რო თქვით თქვენ და ყველა მამაკაცში ცხოვრობს ანიმა, მისი ფემინური მხარე. ეს აბსოლუტურად ფსიქოლოგიურ დონეზე ვსაუბრობ ამას. რა არის ეხა? ზოგადად ანიმუსი ეს არის გონება, ეს არის რაციო, ეს არის ტრადიცია, ეს არის მართვა, ეს არის თანმიმდევრულობა და ანიმა ეს არის ეს მგრძნობიარე მხარე, ინტუიცია, შემოქმედებითი ენერგია და ეს ყველაფერი რაც არის ემოციები და ესეთი უფრო ემპათია და ასე შემდეგ. ეს ანიმა და ანიმუსი თავის თავში ატარებს იდეას, რომელიც არის მნიშვნელოვანი რომ შენი ნაწილი გახდეს და აქ ერთი ესე ვთქვათ რაღაცა ჩრდილი მას რომელიც უნდა გაცნობიერდეს. მაგალითად აი მასკულანური ანიმუსის ჩრდილი ეს არის ძალიან როდესაც ადამიანი ხდება დისციპლინირებული, მაკონტროლებელი, უკვე რაღაც მართველი და დანარჩენ ნაწილს კატეგორიული და ანიმას ჩრდილი ეს არის, როდესაც ადამიანში ვითარდება მხოლოდ გრძნობითი სფერო, სრულიად ინფანტილური, რომელშიც აღარ არის რაციო. და აი ამის ბალანსი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესე არ არის, რომ ქალს მარტო საკუთარი ანიმუსი აქვს გასაცნობიერებელი და მამაკაცს ანიმა. ქალს თავის ანიმაშიც აქვს გასაცნობიერებელი და მამაკაცს თავის ანიმუშიც, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი იმართება მაგალითად მკაცრი, დისციპლინირებული ტრადიციებიდან, ეს არის ზუსტად ანიმუსის ჩრდილოვანი მხარე და ეს მამაკაცმა უნდა გააცნობიეროს და როდესაც ქალი არის სრულიად ინფანტილური და როდესაც ამ ინფანტილიზმშია დარჩენილი და აი რაღაცა ესე ვარდისფერი სათვალით გრძნობითი სფეროთი უყურებს ცხოვრებას, ეს არის მისი ანიმას ჩრდილოვანი მხარე, რომელმაც მოიცვა. ეხლა რა არის მოგიცვას არქეტიპმა? არქეტიპი არის შინაარსი და შინაარსი, როდესაც ძლიერდება და გადმოდის ცნობიერებაში, ის ხდება მართველი. ჩვენ სულ რაღაც შინაარსებით ვიმართებით, ხო? აი ჩრდილის არქეტიპი, ხო? როდესაც მართველი ხდება ჩრდილის არქეტიპი, ადამიანი თავის დაუნებურად ექცევა ნეგატიური ქცევების თუ ემოციების გავლენის ქვეშ და რატომ ნეგატიური? იმიტომ რომ ჩრდილი, როდესაც არ არის გაცნობიერებული და ის ესე სპონტანურ მართვას იწყებს, ეს არის ძალიან ესეთი, მოდი ასე ვთქვათ, ცხოველური შემოსული ენერგია, ინსტინქტი, რომელიც თუ არ გაცნობიერდა, ანუ უნდა შეერთდეს, იმიტომ რომ მთავარი ცენტრი ჩვენი არის ჩვენი მე. ანუ ცნობიერების ის ნაწილი, რომელიც აცნობიერებს, რომელიც სწავლობს, რომელიც იაზრებს. და შესაბამისად ინტეგრაცია უნდა მოახდინოს ამ მემ, გააერთიანოს და დაალაგოს. თავისთავად ავტომატური ინტეგრაციები არ არსებობს. როგორც სინათლე, რომელიც თუ აინთება, უნდა აინთოს მთელ შენობაში ერთდროულად. აი ეს არის მაგის, ასე ვთქვათ, შინაარსობრივი დატვირთვა. ესე იგი შეიძლება ჩვენი მაყურებლებიდან ბევრ ადამიანს შეიძლება ამაზე არც კი უფიქრია, რომ მასში არსებობს აი ეს ოპოზიტი. და მაგალითად მამაკაცი ისე ცხოვრობს მთელი ცხოვრება, რომ მიაჩნია, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს მკაცრი, ზოგჯერ სასტიკიც, აი რაციო დაგეგმა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მას გონია და ჯერა, რომ ღმერთმა ის დაბადა ესე მამაკაცად და ეს არის მისი ბუნება. ამ დროს ხო ყველა ადამიანში არსებობს აი ეს ოპოზიტი, აი ეს არქეტიპი. მამაკაცში ქალური საწყისია ჩადებული იმ თავითვე და ქალში არის მამაკაცური საწყისი ჩადებული იმ თავითვე. აი რას ნიშნავს ეს? რას გვეუბნება ბუნება ამით? ბუნება არ ვიცი რას გვეუბნება, მაგრამ ფსიქიკა გვეუბნება, რომ შენი მეორე ნახევარი ცხოვრობს შენში. მთელი სტრუქტურა ფსიქიკის აგებულია იმაზე, რომ შენი, აი სიყვარულზე რო ვსაუბრობდით წეღან, შენი მეორე ნახევარის რაღაცა ესეთი მითოსური სიყვარული და ლიტერატურული და ჰაი-ჰუი და რაღაცა ჩემი მეორე ნახევარის გამოთქმაც არის, ეს არის შენში და სწორედ ამათი ინტეგრაცია იწვევს ფსიქიკის გამთლენებას ადამიანის, ასე ვთქვათ, აი მაღალ ენერგიაში, მაღალ ცნობიერებაში გადასვლას. რაც შეეხება, რომ ზოგმა არ იცის, ზოგმა არა, საერთოდ არ იცის ადამიანმა,
და ის ნაწილიც კი რომელიც თulis რომ რაღაც იცის, იმანაც არ იცის, იმიტომ რომ მხოლოდ საუბრობს ამაზე. მაგრამ ეხა საერთოდ რატო ან იუნგს რატო მოუვიდა ეს იდეაში? საერთოდ როგორ წამოვიდა, ხო? ადამიანი რაც არ უნდა იყოს ესეთი რაციო, დისციპლინა, მუდმივი წესრიგი, ადამიანი არ არის კარგად. საერთოდ საიდან იწყება ეს ძიება? ადამიანი არ არის კარგად. ადამიანს აწუხებს რაღაც, თითქოს რაღაცა ასაკამდე მიდიხარ, სწორად აკეთებ, ანუ ბიზნესი აშენ, ის აშენ, ეს აშენე ტიპი ხარ რაღაც და უცებ ხვდები რომ გამოიფიდე. აი ეს ბერნაუთი გეწყება და ბედნიერება შენთვის აღარ მოაქვს არაფერს. აკონტროლებ თითქოს ყველაფერი ისე გაკ როგორც უნდა იყოს და ეხლა ნახე აი ეს განსაზღვრება რომ ისე მაგ როგორც უნდა იყოს, საიდან წამოვიდა. ანუ შენი განპირობებიდან შენ სადღაც წაიკითხე, ან წინაპრება გადმოგცეს, ან კულტურამ, ან წიგნებმა, ну ან რაღაც ესე უკვე საზოგადოებრივი აზრია შექმნილი, რომ სწორი არის ეს. აი თუნდაც ეგიდია რომ მამაკაცი მასკულანური მართველი და ქალი რაღაც ესეთი ნაზი ქალური ეს არის აბსოლუტური არასწორი მცდარი მე ვიტყოდი პირიქით ეს არის ანიმას და ანიმუსის ჩრდილი გააქტიურებული და მაგიტომ არის რომ შემდეგ ეს ორი ნაწილის ურთიერთობა ყოველთვის ან ტოქსიკური ხდება ან ძალით ურთიერთობა, ან ერთი მხარეა დამარცხებული, ან მეორე და საბოლოო ჯამში კარგად არავინ არ არის. ანუ ადამიანი უნდა გაცნობიერდეს, ეს მოეთხოვება ქალს, კაცს, აქ ბიოლოგიური სხეული საერთოდ არაფერ შუაში არ არის. ცნობიერება და ფსიქიკა არის, ფსიქიკა აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის. უბრალოდ მამაკაცი მოდი ასე ვთქვათ, სხვა ცენტრიდან იყურება, ქალი სხვა ცენტრიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ერთნაირი ცენტრები არ აქვს, როდესაც ამ წრეს გაივლიან, ხო? აი ეს მომენტია მეტი არაფერი. ესე იგი შენ ახსენე, რომ ზოგმა კი არა, არავინ არ იცის ეს თავისი რაღაცა ფსიქიკის ოპოზიტური, ეს მასკულინური და ფემინური ენერგიები. და აი ეს რო არ იცის ადამიანმა, ეხლა როგორ შეიძლება, რომ ჩვენ მაყურებელს აი ამ პოდკასტის ფორმატში, ამ 1 საათის ფორმატში ავუხსნათ, როგორ შეგიძლია რომ აუხსნა, როგორ უნდა დაიწყოს ადამიანმა გაცნობიერება, როგორ უნდა მიხდეს, რომ ის უარყოფს თავისი ფსიქიკის, თქვათ, მამაკაცი ქალურ ასპექტს და ქალი მამაკაცურ ასპექტს. კი ბატონო. რა არის ამის ნიშნები? ყველაზე, ეხა მოდი ასე ვთქვათ, ჩვენ საერთოდ გაცნობიერება გვაქვს პროექციების დონეზე, ანუ ადამიანი როგორია, ეხა თქვენ რო ოთახიდან არ გამოხვიდეთ 10 წელი, თქვენ ვერასოდეს ვერ გაიგებთ როგორი ხართ. ანუ აი საბავშვო ბაღის სკოლა, შემდეგ ინსტიტუტი თუ რაღაც სამსახური, ამჟამად მეზობლები შენი უბნელები, ხო? მათთან ურთიერთობაში ბავშვობიდან შენ ხარ რაღაცა ჭიდილში, ხო, რაღაცა შეხლა შემოხლაში ან კარგ ურთიერთობაში შენი სურვილები ეხეთქება მათ სურვილებს. აქედან იწყება ზოგადად ადამიანის გაცნობიერება, ანუ პროექციით შენგან რაღაც გამოდის, წინ ხვდება და შენ გონია რომ მასთან გასარჩევი. ეს არის ზოგადად ათვლის წერტილი. ანიმას და ანიმუსის ათვლა ყველაზე კარგად ხდება სასიყვარულო ურთიერთობებში. აი ეს არის ყველაზე შედარებით გამჭირვალე სითხე, სადაც შენ შეიძლება რაღაც დაინახო შენში მაგალითად. შენი სასიყვარულო ურთიერთობები იწყება ასე, გიყვარდება და მოგწონს რაღაცა გარკვეული ფსიქოტიპი და შემდეგ დასასრული მიდის ყველა ერთი მიმართულებით ერთ წერტილში. აი აქედან იწყება, ხა საიდანაც მე დავიწყე და ყველა ადამიანმა ხო რა მჭირს. ადრე თუ გაუცნობიერებულ მდგომარეობაში თუ ადამიანი ამბობს რომ ის არ ვარგა, გაცნობიერებულ მდგომარეობაში ვიწყებ ფიქრს რა მჭირს, რატომ თავრდება ესე ჩემი ურთიერთობები, ან რატომ ვიწყებ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობებს, რომლებთანაც შემდეგ არაფერი არ გამოდის, მაგრამ მიზიდავს მაინც ეს ადამიანები. აი ეს მიზიდულობა არის შენი ცენტრის გადატანა მათში, ანუ გააქტიურდა შენი ანიმუსი. ესე ახლა ვიღაცა შეხვდა და არ გესმის, როგორ იუნგი ამას ეძახდა ხშირად, რომ აი თითქოს მაგია მოიცვა შენი გონებაო რა, აი გახდი შეპყრობილი ამ ადამიანით, ხო ეს სიტყვა შეპყრობილობა ყველაზე მეტად უხდება, რასაც ადამიანები სიყვარულს ეძახიან. აი მაგ დროს, ხა იმ დროს არ ვიცი, რამდენად ადეკვატური ადამიანი, მაგრამ მე ეს ტკივილზე გადის დაცარიელებაზე, შენს თავმოყარეობაზე, შენს ტკივილებზე და უკვე იწყებ დაფიქრებას. პირველ რიგში მოდი ესე ვიტყოდი, დაიწყეთ დაკვირვება რა ტიპის ადამიანები გიზიდავთ. აი რა ტიპის ფსიქოტიპებზეა საუბარი ადამიანებიც გიზიდავთ, ესე იგი ეს ნაწილია თქვენში ყველაზე მეტად ჩრდილში, იმიტომ რომ ჩრდილს უნდა გაცნობიერება. მთელი ჩვენი ეს მოგზაურობა და დრამა ადამიანის ცხოვრების არის არაცნობიერის მცდელობა
გადმოვიდეს გაცნობიერებას შემოუერთდეს ცნობიერს და აი ადამიანი გადაიყვანოს რაღაცა სხვა მდგომარეობაში. ანუ მე როგორი ადამიანის და როგორი პარტნიორიც და როგორი სხვა სქესიც მეორე სქესიც მიზიდავს რას ებმები და ეჯაჭვები მას შეგარი შენი ჭრტილი. ანუ ეს არის ის, რაც მე არ მაქვს გაცნობიერებული და რაც აუცილებლად უნდა გავაცნობიერო, რაც მე მჭირდება. კი, თუ გინდა რომ საერთოდ პირად ცხოვრებაში დაალაგდე და პირად ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი შენ თავთან დაალაგდები. მაგალითად, აი სტატისტიკურად ხა მე რასაც ვაკვირდები, ძალიან ინფანტილურ გოგოებს და ძალიან აი ეს ვიზუალზე აწყობილა ეს სექსუალურ გოგოებს ძალიან იზიდავთ ეს ძალიან სერიოზული შემდგარი მკაცრი თანმიმდევრული და ჭკვიანი მამაკაცი. პრაქტიკულად აქ ხდება ყველაზე მეტად ეს ჩაჭიდება. ეს ნიშნავს, რომ მათში სწორედ აი ანიმუსის ამ ნაწილს ძინავს და ამ ნაწილის შემოერთების გარეშე არ იქნება ხსნა. შემოერთების საკუთარ თავში. შენ უნდა გააღვიძო შენ თავში რაციო, ლოგიკა, თანმიმდევრულობა, დისციპლინა. და პირიქით თუ მაგალითად მამაკაცში არის ეს ძალიან რაციო დისციპლინა ის მას იზიდავს აი ესეთი ფემინური ხო ცოტა რომ მის გონებრივ მდგომარეობაზეც ვერ ვისაუბრებთ დაზუსტებით როგორია შემდეგ თითქოს იწყება ურთიერთობა და შემდეგ არის რაღაც მტაცებლის და მსხვერპლის ურთიერთობა რომელიც აპოგეას აღწევს მალე და მერე იშლება ანუ რაღაცა და ყველაზე ტოქსიკურს უკვე რას ვეძახით, იცი რომ ამ ადამიანებმა ერთმანეთი ამოწურეს და ვეღარ შორდებიან, რჩებიან ურთიერთობაში, მე იწყება გამოფიტვა, პირადი შეურაცხყოფა, რჩება ბრძოლა ამ ჭრდილთან, იმიტომ რომ როდესაც ეს გაცნობიერება არ ხდება და მხოლოდ მისი არქეტიპი იქ დარჩა, ჩემი აქ და ეს ეხება ერთმანეთს, ეს აუცილებლად ამოიწურება, იმიტომ რომ შენ უბრალოდ გაჩვენა პროექცია შენმა არაცნობიერმა და ეხლა უნდა იმუშაო. ვერ შორდებიან მე ერთმანეთს. იმიტომ ვერ შორდებიან, რომ ეს შენი გაუცნობიერებელი არქეტიპი არსად არ მიდის და თუ შეძელი დაშორება კი ვერ შორდები, მომენტალურად სხვაში გადაგაკ პროექცია. გადახტა, ანუ და წინ დაგხვდა. ეს მანამდე ივლის სანამ შენ არ დაიწყებ ამის გაცნობიერებას. მოდი პროექცია რა არის? აგვხსენი თუ შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება მაყურებლისთვის ეს ტერმინი პროექცია არის შენი კონკრეტული შინაარსის გადატანა სხვაში და შეფასება. ადამიანს რაღაცა თავისი მაგალითად ის რომ მე ვარ უსუსური, მე ვარ მატყუარა, მე ვარ მშიშარა გადააკ მეგობარში, პარტნიორში და ამბობს რომ მე მძულს მასში შიში, მე მძულს მასში ეს რაღაცა უსუსურობა. აი ეს არის პროექცია. საკუთარი შინაარსის გადატანა მეორე ადამიანში. ანუ ის რაც ადამიანშია, მის ფსიქიკაშია, მაგრამ ვერ ხედავს, ვერ აცნობიერებს, ის ხედავს ამას მეორე ადამიანში, კი და რასაც მკვეთრად ხედავ მეორე ადამიანში, მკვეთრად რაც გერჯობა თვალებში, ეგ არის შენი. თორე შეიძლება ახლა ძალიან ბევრი თვისება ქონდეს ადამიანს, რაც შენ არ გაქვს, მაგრამ რაც გერჯობა, რაც გაღიზიანებს, რაც იწვევს ემოციებს, აი ეს მინდა დავაკონკრეტო, თორე ხა ხო ვკითხულობ ხოლმე რაღაც პოდკასტებზე კომენტარებს იმას ან ლექციებზე და ცოტა არაადეკვატურად მიფრინავენ, მე ყველა თვისება არა, რაც შენში იწვევს ამ გაღიზიანებას. საერთოდ გაცნობიერება როგორ ხდება, აი მე რა ეტაპზე ვარ. აი ადამიანების ქცევა კი არ მაღელვებს. ადამიანებს უყურებ, სიტუაციას უყურებ, რაღაც кейსში ვარ, რაღაც ან მეგობრებში ვარ, ან რაღაც სამსახურში მშობლობა აქვს და რამ ამაღელვა. აი მომენტალურად ამაზე ვიწყებ ხვდები დაკვირვებას. ის კი არა შენ რა გააკეთე, მე რა მომხვდა შენ, იმიტომ რომ მე თუ შენი რამე მხვდება, ესე იგი ჩემში კიდევ ხაზებია და მე თუ ადამიანის ქცევები მართავს, ესე იგი მე ყოფილვარ სუსტი და ჯერ ისევ დაღლეჭილი ადამიანი. ხო, ესე იგი, აქ ჩვენ შეგვიძლია რა თქმა უნდა არა მხოლოდ პარტნიორზე ვისაუბროთ და არა იმაზე, როგორი ადამიანები გვიზიდავს, ზოგადად საზოგადოებაში, სოციუმში, რა მაღიზიანებს მეორე ადამიანში. ანუ აქ შეიძლება ვისაუბროთ ურთიერთსაპირისპირო ემოციებზე, რა მაღიზიანებს და რისკენ მივილტვი, რა მომწონს, რა აღმაფრთოვანებს. ერთი და იგივეა. პოზიტიური და ნეგატიურის მნიშვნელობა არ აქვს. ორივე შენია და სოციუმი შენი სარკეა. შენ რომ უყურებ სოციუმს შენი ხედები საკუთარ სარკეში ხვდები და მეორე მომენტია რამდენად გინდა შენ დაინახო შენი სახე ჩვენ აი მაგალითად რომ არ მოგწონს დღეს ის რაც საქართველოში ხდება ეს ჩვენი გონების ანარეკლია ხვდები და როდესაც ვწერო ხოლმე მე მიწერე არა მე არა ვარ ესეთი და რატომ უნდა ვიტანო ის მას არა ხარ
მიხვდი რაღაც დოზით ყველა ვართ ამ სოციოკულტურით განპირობებულები და სანამ ჩვენ არ დავიწყებთ ამის გაცნობიერებას, ეს ერთ წრეზე იტრიალებს ყველაფერი. და მოდი ჯანსაღ ურთიერთობაზე ვისაუბროთ. აი რა ხდება, როდესაც ქალს მიღებული აქვს თავისი ფსიქიკის მასკულინური საწყისი და მოდი ჯერ მარტო ქალზე ვისაუბროთ. აი ქალი, რომელსაც მიღებული აქვს, როგორ მამაკაცთან პოულობს საერთო ენას? ქალს, რომელსაც მიღებული აქვს თავის მასკულინური ნაწილი, მას აქვს უნარი მოусმინოს უკვე ადამიანს. ანუ ჩვენ ზოგადად უსმენთ მარტო საკუთარ ხმაურს. ეხლა მე არ ვიცი აქ ხშირად არ მეთანხმებიან, ჩემთვის არ აქვს მაგას მნიშვნელობა, მე ამ გზას გავდივარ და ვიცი ეს როგორ ლაგდება ფსიქიკაში, ხო? რეალურად შენ უსმენ შენს ხმაურს, შენს სურვილებს, აი მაგალითად, როდესაც ადამიანს ვეკითხები, აი რა გინდა შენ ამბობ მინდა ვიყო ბედნიერი, რა არის შენთვის ბედნიერება და ის გიყვება მქონდეს ეს ვიყო ეს მე ეს იმან გამიკეთოს ეს ამან გამიკეთოს ეს მომცეს ეს ნიშნავს რომ შენ ჯერ შენ სურვილებს უსმენ შემოერთებული გაცნობიერებული ანიმუსი ქალში ეს ნიშნავს რომ ეს ქალი იაზრებს უკვე რა უნდა და ეძებს პარტნიორს 50-50-ზე არ ეძებს მხსნელს, გადამრჩენელს, რომელიც მას ცხოვრებას შეუქმნის, ბედნიერებას მოუტანს, აუწყობს და ნუ მოკლედ რაღაცა იმაში აუშენებს რაღაც კოშკებს. ის ეძებს პარტნიორს. აი ეს არის უკვე ეგზიუპერმა რო თქვა სიყვარული, ეს არ არის ერთმანეთის ყურება, არამედ ერთი მიმართულებით ყურება. მას ჭირდება გამზიარებელი, ვისესაუბრება. აი უკვე ღრმად ხდება უკვე ამათში სხვა რამეები აქტიურდება. მათი საერთო ხედვა, მათი საერთო იდეა, მათი სურვილი რაღაცა მიმართულებით იარონ. და იქ ყველაზე მთავარი ის არის, რომ იქ მიჯაჭვულობა არ არის ტოქსიკური და ერთმანეთს არ ეკიდებიან, ემოციურად ხდები და ერთმანეთს არ ტანჯავენ და არ ადანაშაულებენ, იმიტომ რომ გაცნობიერებული წყვილში თუ პრობლემა იწყება, ის ხდება, რომ მასთან ეს რაღაც ახალი ეტაპია აღმოსაჩენი. აი ეს ხდება შემდეგ ადამიანში. მაგრამ ადამიანი მაინც ხო პარტნიორს ესე უყურებს, ანუ მასში ხო მაინც რაღაცა მოსწონს, რაღაცა იზიდავს პარტნიორში, ხო? ჩვენ ზოგადად ადამიანებს გვიზიდავს ერთმანეთი, ხა ერთთან მეგობრობ, მეორესთან ვერ მეგობრობ. ეს უკვე რა წყობა გაქვს შენ შინაგანის სტრუქტურა, ხა მე ვისთან ვმეგობრობ, მე მყავს ხა მეგობრები მცირე, მაგრამ ჩემი აი წლების ვიშიც ჩემი სამყარო ცხოვრობს, ანუ ჩვენ ერთმანეთის ჩვენი სამყარო არის საერთო ხდები. აი ეს არის ეს მიზიდავს ხდები, ანუ ეს ჩემი ტერიტორიაა, ჩვენ მსგავსი ტერიტორია გვაქვს, ჩვენი ცნობიერება ერთ ველშია. ეს არის მიზიდულობა რეალურად. ანუ ის არ გაძლევს რაღაცას, რაც შენ გაკლია, არ ავსებთ ერთმანეთს თუ აი როგორ რა მაინტერესებს იცი რაღაც ზღვარი სად არის, როგორ გავიგო მე ჩემს რაღაც ჭრდილებს პროექცირებ იმ ადამიანში და ამიტომ მომწონს ის რო არის მხსნელი და ასე შემდეგ, თუ მეც ვარ მხსნელი და ჩემნაირი მომწონს. პირველ რიგში როგორ იგებ, იცი, სულ რაღაცას ითხოვ და სულ პრეტენზია გაქვს, როდესაც პროექციას აკეთებ. სულ რაღაცა გინდა, სულ პრეტენზია გაქვს და სულ რაღაც არ მოგწონს. და როდესაც არის ესეთი ცნობიერ დონეზე მეგობრობა, იქ არაფერს არ ითხოვ, არაფერს არ აბრალი, უბრალოდ მიდიხართ ერთად რა. შეიძლება რაღაცა პერიოდები ცალ-ცალკე იყოთ, თქვენ თავში იყოთ, ხვდებით ერთმანეთს, იქ ბევრი კითხვებიც აღარ არის, ისეთი უტყვი გაგება მიდის რაღაცნაირი ესმის მას შენი რომ თუთოს კიდე მარტო ყოფნა შენ გესმის მისი თქვენ უბრალოდ ერთმანეთის სამყაროში ყოფნა მოგწონთ მაგრამ აი მთავარი ფაქტორები ეგ არის ითხოვ ადანაშაულებ და ეს უკმაყოფილება გადაგაქმაში ამით უნდა გაიგო თორე ეს ანიმუსთან რო ლაგდებიან კაცი ანიმასთან კი არ მთავრდება შენი განვითარება იქ შემდეგ უამრავი რამე შემოდის იმხელა მე ხო ამ გზას გავდივარ ეს არის უძირო ორმო აი ვერ გეტყვით საიდან რა ხდება საერთოდ აქვს ამას დასასრული მე არ ვიცი ხდები მაგრამ ცნობიერება რომელიც ამ არის ცნობიერების ხარჯზე ფართოვდება ის ხდება არა მარტო ფართო ძალიან სტაბილური თანმიმდევრული და ხმაური რო წდება გონებაში შენ გესმის მეორე ადამიანის მის საუბარს რო უსმენ რაღაცა ისეთი სუბიექტური აღქმა კი აღარ გაქვს რომ შენ პირდაპირ შენ ეგოს ჩაარტყა ის არის არა
მაშინაც კი თუ ეს ადამიანი არ იქცევა რაღაცა მომენტში შენთვის მოსაწონად, შენ ამას პირად შეურაცხყოფად კი არ იღებ, შენ ხვდები, რომ ის თავის გზაზე დგას, თავისი ტკივილი აქვს თუ თავისი გადასალახი. აი იქ სხვა დონეზე ხდება დანახვა, ხვდები, აღარ არის ეს მტერი, მოყვარე, ახლობელი, მიღალატა, ესეთი უკიდურესობები აღარ არის. უბრალოდ ჩვენ ხვდებით, რომ ჩვენ მივათრევთ ამ სიზიფეს მიწყველა, რაღაცა სიზიფეს ლოწყველა და მივდივართ ამ გზაზე და ჩვენ საბოლოო ჯამში ჩვენ თავში უნდა დავლაგდეთ. ხო, ანუ პრეტენზიები მეორე ადამიანის ეგ მორჩა ხვდება, არ არსებობს პრეტენზია, რომ ვიღაცა მე უნდა გამაბედნიერო, საერთოდ არ არსებობს, საერთოდ ფსიქიკაში მსგავსი არ არსებობს არაფერი. მაშინაც კი თუ თქვენ შეხვდებით ძალიან ერთი მაღალი ცნობიერების ადამიანს და მის ენერგიაში კარგად ხართ, როდესაც წახვალთ თქვენ ისევ თქვენს აი რაღაცა გაურკვევლობაში ბრუნდებით და ხვდები რომ შენ უნდა მიხედო შენს თავს აუცილებლად და მეორე ადამიანიც თავის გზას გადის. ეს არის ნიშნები. როცა ახსენე ერთნაირი ადამიანები, ანუ ერთნაირი პარტნიორები გიზიდავს და ერთ მორევში ხარშები, ასე რომ ვთქვათ, აქ გარეგნობას რა ადგილი აქვს? მე მაგალითად სულ ვიყავი რაღაც 35 წლამდე ერთნაირი გარეგნობის მამაკაცები მიზიდავდა. აი ერთნაირი, ჩემზე მაღალი, რაღაცა ესეთი, ხარბეჭიანი და ასე შემდეგ. ნუ მაღალი მაინც დარჩა რაღაც კრიტერიუმში, მაგრამ 35 წლის მერე ეს აი სრულიად გაუცნობია. ამაზე რომ გითხრა რომ დავჯექი და ვიფიქრე რატომ მომწონს ერთნაირები, ასე არ ყოფილა, მაგრამ თავისით მოხდა რაღაცნაირად, რომ სრულიად სხვა გარეგნობის და სხვა თვისებების მატარებელი მამაკაცები მიზიდავდა. და ერთ-ერთ შემთხვევაში იყო ესეთი, რომ ამ ადამიანს ჰქონდა ბავშვური რაღაც თვისებები, რაც მე ძალიან მომწონდა. და ასეთი ბავშვური თვისებებით მე არასდროს არ მომწონდნენ მანამდე კაცები და აი იქვე აი ამ მოწონების პროცესშივე გრძნობდი რომ მე მაკლდა ეს აი ის ბავშვური რაღაც სილაღე, რაღაც სპონტანურობა, აი მაშინვე ვაცნობიერებდი რომ მე ეს მინდა ჩემ ცხოვრებაში, რომ აი ამ კაცში რაც მომწონს, მე მინდა რომ აღვადგინე, იმიტომ რომ მე მივიწყებული მაქვს ეს რაღაც ბავშვური სილაღეები. აი ეს რა პროცესია, რომ ეთი რა არის, ხა, როდესაც ინტეგრაცია იწყება, იქ რაღაცა ერთი მოცემული ჩარჩოკი არ არის, ხვდები რომ ერთია და всё. რაც შეეხება გარეგნობას, მგონია რომ ეს ცოტა გემოვნება, რომელიც ძალიან ბავშვობიდან ყალიბდება, აი მე მაგალითად აი საერთოდ ქეირა მამაკაცი არ მომწონდა, არ მომწონს და მგონი არც მომეწონება არასდროს, მაგრამ რას ვერჩი ქეირა მამაკაცებს, ხომ შვენიერი, ძალიან ზოგი ძალიან სიმპათიური, მაგრამ აი ჩემში ხო არა. ეს არის გემოვნება, რომელიც ყალიბდება ბავშვობიდან, სავარაუდოდ ეს აქ აი შენს შიდა ხატებაში შექმნილი მამაკაცთან რაღაც იდენტობა და ეს ყალიბდება ბავშვობა, წიგნები, განცდები, ვიღაცა ტიპი, რომელიც ოდესღაც დაინახე და იმაზე აიგო, იცი იმდენად ბნელა ამ ბავშვობაშიც და როდის რა ჩამოყალიბდა, რომ მაგრამ მაინც ყველა ადამიანის გარეგნობა რაღაც სიმბოლოს ატარებს, ხვდები? და შესაბამისად ეს სიმბოლო ოღონდ როდის ჩაჯდა შენს არაცნობიერში, ამას მე მგონი მამა ღმერთი ვერ გაიგებს ზოგადად ადამიანში და ის ფაქტი, რომ თქვენ ჯერ მოგწონდათ ისეთი და მე ფემინური ის ბავშვური მოგეწონათ, მგონია რომ რაღაცა ტიპის გაცნობიერება რო ხდება და ის ნაწილი რო ინტეგრირდება, მე იმის უკან ამოხდება ახალი გასაცნობიერება, ახალი ტრავმა და მე უკვე სრულიად ახალ რეალობაზე. ამიტომ ეს მუდმივი პროცესია, მაგრამ თავარი რა არიცი, დავასრულოთ ტოქსიკური, დავასრულოთ მიჯაჭვულობა, დავასრულოთ აი რაღაცა შენ უნდა და შენ დამნაშავე ხარ, რომ მერე გალაიდდეს და წავიდეს უკვე შედარებით შვიდად ეს პროცესი. მოდი ამ ტოქსიკურობაზე უფრო მეტი ვისაუბროთ და აი ამ მიჯაჭვულობაზე, რატო ეჯაჭვება ადამიანი პარტნიორს, ხალი კაცს თუ კაცი ხალხს? მიჯაჭვულობა ხდება იქ, სადაც ათვლის წერტილი არ იცვლება. ანუ შენ მიეჯაჭვერ ძალას სიტყვაზე, გონიერებასთან სულ ერთია, მაგრამ შენში წერტილი არ შეცვლილა, ანუ არაფერი არ გაცნობიერდა. და შესაბამისად ის ადამიანი ამ თავისი შენს ანიმუს ხო აქტიურებს, შენ ანიმუს ეჯაჭვები რეალურად, რაღაცა აი შენი ანიმუსის ის ნაწილი გააქტიურდა, რომელიც შენია და ამას სხივი შემოიტანა, იმიტომ არის რომ უცებ ადამიანი რაღაცნაირ შეყვარებული ვით რო ხდება, ვითომ და რაღაც ენერგიები მოსდის. ეგ ნაწილი გააქტიურდა, ეხა ის ნაწილი, რომელიც გააქტიურდა, ელოდება, რომ შენ დაინახავ და ინტეგრაციას დაიწყებ, მაგრამ შენ ინტეგრაციას
ანიმუსთან კი არ იწყებ იმ პიროვნებასთან იწყებ და პიროვნებასთან ინტეგრაცია ეს არის მიჯაჭვულობა. ეჯაჭვები ჯერ ეს გიზიდავს, მერე უკვე ეჯაჭვები შენ სიამოვნებას მასთან განცდილს, რომელიც მიდის წარსულში. ამიტომ არის რომ სიამოვნებას და უსიამოვნებაც მედლის ორი მხარეა, ორივე არის განპირობებულობისგან და ორივე არასწორი. მერე იმასაც კი ხედავს, რომ ეს ადამიანი მასში აღარ იწვევს ემოციას, მაგრამ ის მძაფრი შეგრძნება იმდენად დიდია, რატომ ეჯაჭვება ადამიანი პირველ სიყვარულს? აი რატომ არის დაუვიწყარი? იმიტომ მძაფრია. იმიტომ რომ პირველი იყო და ყველაზე ეს აიწია ხვდები ამ რაღაცა დუღის ტემპერატურა, თამასა მივიდა ცენტრში და შემდეგი ესეთი ძლიერი აღარ იყო, ხო? ესეა ყოველთვის ყველა სიამოვნება ესეთია. და შენმა ტვინმა ჩაციკლა, რომ ეს იყო ერთადერთი, თორე ის რომ ერთადერთი იყოფილიყო, დარჩებოდა შენ ცხოვრებაში, ნუ არ იყო რეალურად. მეც მქონდა ეგ პირველ სიყვარულზე და ხო და შესაბამისად, ანუ ადამიანი ეჯაჭვება საკუთარ სიამოვნების ყველაზე მაღალ შკვალას, მაღალ წერტილს და აი შემდეგ ამას აღარ აცნობიერებს. ანუ ასეთ ადამიანს მარტოობა არ შეუძლია შენი აზრით. რომელიც ადვილად ეჯაჭვება პარტნიორს. არა, მარტო რო რჩება ისეთი თავდასხმები შემოაქ არაცნობიერს, ახლა მარტო რა არის უყურე. შენში ხო ცხოვრობს ეს დემონები, ანუ გაუცნობიერებელი შინაარსები და ნუ ადამიანებში კიდე გადადის. აი ჩაიგეთე მარტო და თავდასხმა წამოვიდა. ანუ როგორ მოიშფოთვა შემოდის საშინელი სიცარიელის გრძნობა და არ იცი რა ხდება და მე ზოგადად ახლა ესე ღრმა გაცნობიერებული ხო არ არის ადამიანი, არა არ იცის, ვერ იგებს, ეწყება შეტევები, ეწყება შფოთვები, პანიკური შეტევები ვერ ხდება, მარტოობა, ის სიტყვები, სულიერი სიმარტოვე, მარტოობა ეს განცდა რაღაც უბსკრულს გავს შენში მაქედან მოდის, რომ ის თავს გესხმის. ახლა არასნობიერს ენა არ აქვს, ხდები ის ან სიმბოლოებით შემოდის შენს სიზმრებში, ან პროექციებით რეალობაში და როცა შენ ეს მოსმენა არ შეგიძლია და ვიწროა და დიდი კედლები გაქვს, ხო, იქ დიდი შანსია, რომ ცოტა ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყოს ადამიანს და ამიტომ ყველაზე სწორი ჩვენი ფსიქიკისთვის ეს არის სოციალიზაცია, იმიტომ რომ ადამიანის ცნობიერებამ თუ შექმნა ეს სამყარო შექმნა, იმიტომ რომ მას სხვანაირად არ შეეძლო საკუთარი თავის შემეცნება. მეორე ადამიანის გარეშე? ხო, იმიტომ რომ სარკეჭირდებოდა, ნუ არ არის ესე მოწყობილი, რომ ჩაიხედო და დაინახო სამწუხაროდ. და მარტო რო ხარ, ამ დროს არავინ არ გყავს, ანუ თუ კიდე ფიზიკური მარტოობა ვთქვა, თან სულიერი მარტოობა, ნუ სულიერი რა თქმა უნდა, უფრო ისეთი აუტანელი ბევრი ადამიანისთვის. აი, როდესაც მარტო ხარ და თავს გრძნობ არა თუ მხოლოდ მარტო და ადამიანებისგან იზოლირებულად, არამედ აი ამ შენ დემონებთან ხარ და ამ დემონებს ვერ უმკლავდები, სახელსაც ვერ არქმევ რა არის და მაგარ გაუგებრობაში ხარ. დემონები ხო აზრების სახით შემოდის. ჩრდილე ხო აზრების სახით შემოდის და ანუ რა ხდება? გიტევს პირველი რამ. ეს არა მაქვს, ის არა მაქვს, ეს უნდა მქონდეს ჩემ ასაკში, ეს ის აქ რაც არ უნდა მარტო იყო, გამოქვაბულში არ ახარ ხო? დღეს საერთოდ ამ გაჯეტების ფონზე არ ვიცი, საერთოდ აქ თუ არა ადამიანის მარტოობის საშუალება. აი, გაქცევა არის ნომერ პირველი გაჯეტები. არავინ არ არის მარტო 24/7-ზე ყველა კომპიუტერშია, ტელეფონშია თუ რა. ვიცი ხო, შესაბამისად ეს ინფორმაცია სულ მოდის რა. და პირველი თავდასხმა ხდება ესე, რომ ეს არა ეს ვერ გააკეთე, ის ვერ გააკეთე, იქ ვერ წახვედი, შენი ტოლი იქ არის, შენი ტოლი იქ არის. ესე შემოდის პირველი თავდასხმა და მაინც გაიძულებს სოციალიზაციას, ხვდები? მაგრამ თუ შიშებმა ჩაკეტა, აქ უკვე ვიღებთ ფსიქიკურ დარღვევებს. ანუ კი ხვდები, რომ გინდა, მაგრამ ვეღარ გადიხარ, უკვე გეშინია ყველაფრის, გეშინია ყველა ემოციის გეშინია, უხერხულად ხარ, გცხვენია, ხო, ეს ახლა უკვე კლინიკური დარღვევები აქვს, სერიოზული ჩართულობაა საჭირო და მუშაობა. მაგრამ ჩვეულებრივ დონეზე აი ძალიან საინტერესო სიტყვა თქვი სულიერი მარტოობა. აი რა არის სულიერი მარტოობა? აი მე არ ვიცი. აი მე ვიტყვი ნონა ხიდაშელი, მე არ ვიცი რა არის სულიერი მარტოობა. არც არასდროს ვიცოდი, იმიტომ რომ რაღაც სამყარო მუდმივად იყო ჩემში, სამყარო რომელთან ერთ-ერთად მე ვიზრდები. ამ სამყაროში რაღაც ხდებოდა, ის სულიერი მარტოობა რა არის? ამის გამოცდილება მე არ მაქვს ნამდვილად, მაგრამ თუ აქვს ადამიანს განცდა სულიერი მარტოობის, გონია რომ პირველი კითხვა აქ უნდა დასვას, რომ რა არის სულიერი მარტოობა. ანუ ესე იგი კედლებში ხარ სადღაც გამომწყდეული, რომ შენ საკუთარ
თავთან ვერ ამყარებ კონტაქტს, თორე შენ ხარ იმდენად სავსე დიდი ენერგიით შიგნით, რომ ამ ენერგიას თავისი ტალღები და სიხარულები და რაღაც მარტივი თუნდაც ურთიერთობებში შესვლის უნარი აქვს და გონია რომ ეს სულიერი მარტოობის უკან უფრო დგას რაღაც შიშები, რაღაც უხერხულობები, ეგოც დიდი შანსია რომ აი რაღაცა მიდიხარ, გინდა რაღაცა ტიპი იყო, თუ ვერ ხარ გარბი ხარ ეგრევე და აქ უკვე დასანახია ზოგადად შენ რას ითხოვ ურთიერთობებში, სადაც ინტეგრაციას ვერ ახერხებ. ან შესაძლოა უკვე ამ ტრაუმებისგან საერთოდ იყოს შენში ჩამოყალიბებული ძალიან მძიმე ბავშვობა, სადაც არის ხო, რომ უკვე სამყაროს მტრად მოიაზრებ, იმიტომ რომ იქ გატკინეს, ვერ მიიღე დახმარება დედა არა მამნუ ხო როგორც არის ხო უმძიმესი кейსებია ხო უმძიმესი პლანეტა. აი მანდ შესაძლოა იყოს უკვე ჩამოყალიბ და განპირობებულობას დაერქვა სახელად აი სამყარო მტერი და უკვე შედიხარ ურთიერთობაში ყველას უყურებ ეჭვის თვალით არავისი არ გჯერა გონია რომ გაიცინა შენზე გაიცინა და მე ისე ვიკეტები. აი ეს ჩაკეტილობა ჩემი აზრით არის ზუსტად სულიერი სიმარტოვე, თორე არ შეიძლება სულიერად იყოს ადამიანი მარტო იმიტომ რომ უსასრულოდ დიდი სამყარო ცხოვრობს ადამიანში. და ადამიანებს აქვთ აი ეს დანაკლისი, რომ მე ვერავინ ვერ მიგებს. ან მაგალითად ვიღაცა ადამიანი, ვინც უგებდა, აღარ არის მის ცხოვრებაში. ან წავიდა, გარდაიცვალა, ან სადღაც წავიდა. და ეს ადამიანი დარჩა მარტო და აი ეს არის მისი სულიერი მარტოობა, რომ ადამიანს გონია, რომ აუცილებლად ვიღაცა უნდა იყოს. აი ვიღაცა, ან ადამიანი, ან თქვათ რაღაცა სხვა, რაღაც ფენომენები, რომ არ იგრძნოს თავის სულიერად მარტო. და აი შენ რო თქვი რომ მას გონია რომ ვერავინ ვერ უგებს ვერავინ ვერ ხედავს აი ეს ვერ დანახვა არის კიდე ჩემთვის ძალიან საინტერესო მოდი გეტყვი ერთ რამეს რა პირდაპირ ადამიანი რომელსაც გონია რომ მას ვერავინ ვერ უგებს ეს არის ადამიანი რომელიც ვერ უგებს ვერავის და ეს პროექციით აბრუნებს რას ქვია შენ რა უნიკუმი ხარ ხა ეგეთი დაბადებული რომ შენ ვერავინ ვერ გიგებს ეს არის ჩვეულებრივი დრამაში გაჭედილი ადამიანი, რომელსაც უნდა რომ სადაც მივა იყოს ცენტრში ყურადღების, ყველას ფოკუსი იყოს მასზე. არიან სხვა შორის ეს მეგობრები თავიდან რომ გისმენენ. ხა მეც ვყავს იცი ადამიანები და აი მე მათთან დღეს მაგ კონტაქტი გაწყვეტილი ჩემი რაღაც ბავშვობის მეგობრებთან არ ვიცი თუ მოусმენენ ამას და რამის გაიგე. როდესაც ერთხელ, ორჯერ, ოთხჯერ 3 საათი საუბრობ ისე რომ მარტო შენ საუბრობ და მე გისმენ შენ უნდა მიხვდე რომ ეს ურთიერთობა არ არის მესმის მოგისმინე ერთხელ მოგისმინე ორჯერ გავიგე შენი ტკივილი შენის მაგრამ როდესაც შენ იმის უნარი არ გაქვს რომ მეც იმ 3 საათში ორი სიტყვა მათქმევინო შენ ნუ გიგურს რომ მე შენთან ურთიერთობა აღარ მინდა მე წავალ შენგან აუცილებლად ხვდები იმიტომ რომ ეს არის ნევროტული საუბარი როდესაც შენ მარტო შენ თავს უსმენ და ადამიანი რომელიც მარტო თავის თავს უსმენს ის ამბობს მე რომ მას არავინ უსმენს და მას ვერავინ უგებს რას ქვია ეს ყველაფერი არის მოგისმინე მომისმინე ვისაუბრეთ გავცვალეთ და თან ესე კი არ უნდა იყოს რომ შენ ეგოცენტრულობის ეს არის პიკი ხვდები და თან ესე კი არა რომ შენ ყველაფერში დამეთანხმო ზუსტად ეს არის დიალოგი რომ შენი სიტყვები მე მაფიქრებს და ჩემი სიტყვები შენ გაფიქრებს და როდესაც ჩვენ ვსაუბრობ და მე შენ გეტყვი რომ რა სალომე მე რაღაცას მეწყინა და შენ მე მეტყვი ჩვენ ამაზე ვიწყებთ ფიქრს რომ იმ მომენტში რა გამექცა რომ ეს გავაკეთე თუ ეს არ არის და შენ მონოლოგის რეჟიმში ცხოვრობ ბოდიში რა ეხლა ყველას თავისი პრობლემა ყველას თავისი დემონები ყავს და შენი მოსმენა ესენი არიან ნევროტული ადამიანები ქვიათ მათ ფსიქოლოგიაში და მათ აუცილებლად ჭირდებათ დახმარება იმიტომ რომ ადამიანი უსმენს მარტო საკუთარ თავს შენ ახსნის გარეშე გაგიწყვეტია ურთიერთობა კი საერთოდ მე ამ ბოლო დროს არავის წერს აღარ საერთოდ აღარ არის რატო გადაწყვეტ ანუ როცა ხვდები რომ всё სათქმელი აღარაფერია თქვები და მიდიხარ ხა ახსნა იცი რა არის სალო როდესაც ახალგაზრდა ხარ მაშინ გჯერა რომ ახსნა საკრა იმ მნიშვნელობა დღეს მე როდესაც ძალიან ბევრს ვხსნი ჩემს ლექციებში და ჩემს პოდკასტებში და ინდივიდუალურად და ვიღაცა შეკითხვას უცებ მისვავს რაღაცა იქ მესამე მსოფლიო ომი როდის იქნება ხვდები რომ იქ დიალოგი ვერ შედგა რა უნდა ახსნა და ზოგადად სანამ გავწყვეტ ურთიერთობას მინიშნებები მაქვს მაგრამ
თუ არის ყრუკედელი, იქ აუცილებლად ვწყვეტ და მეორეა კიდე. უბრალოდ ურთიერთობამ ამოწურა თავის თავი. იქ ურთიერთობა კი არ გაწყვიტე. ამოწურა თავის თავი. ხო, აი აღარაფერია სათქმელი ხვდები და ეხლა ესეთ ადამიანს 2 წლის მერე რო შეხვდები გიხარია, 5 წუთი, მართლა გიხარია და აი გულწრფელად რო გითხრათ მოგონებებში აღარ ვატარებ, აღარ ამაქვს აი ვინმე გამახსენდეს ცუდად. ან საერთოდ არ მახსენდება ადამიანი და თუ მახსენდება რაღაცა სითბო და ღიმილი სულ მომდის იმ დროს გატარებული რაღაცა იქ, მაგრამ დღეს აღარ არის, იცი ჩვენ სხვადასხვა ტერიტორიებზე ვართ, აი ჩვენ შეიძლება ერთ სივრცეში ერთ საუკუნეში ვიბადებით, მაგრამ ცნობიერებით ჩვენ ყველა სხვადასხვა განზომილებებში ვართ. ეს ძალიან ბუნებრივია და როდესაც ადამიანები შორდებიან ერთმანეთს, მე მათ ხშირად ვცდილობ რომ დავეხმარო, რომ ეგ შენ არ მიგატოვა. უბრალოდ ამოიწურა და წავიდა. всё, ეს არის ფსიქიკის სტრუქტურა. მოდი ისევ ჩვენს ანიმანიმუს დაუბრუნდეთ, ჩვენს მთავარ თემას. ეხლა ჩვენ საუბრობდით იმაზე, როცა ქალს არ აქვს მიღებული თავისი მასკულინური ფსიქიკის მასკულინური ასპექტი, მაგრამ რა ხდება, როდესაც ამ ქალში მასკულინური ასპექტი არის ზედოზირებული? ანუ ის კი არა, რომ თავისი ოპოზიტი ვერ დაინახა და ვერ მიიღო. ამ თავის ოპოზიტში ცხოვრობს. იგივე ხდება. ეგ მე წეღან ხო ვთქვი, რომ როდესაც ეგ დიდი დოზით შემოდის, არის ეგეც ჩრდილი გააქტიურდა. მისი ანიმას ჩრდილის ასპექტი გააქტიურდა, მამაკაცური ქალი და მთლიანად მოიცვა და ეგეც ერთი მხარე. ანუ სანამ ეს ყველაფერი მთლიანად არის ინტეგრირდება, ყველაფერი არის ერთი მხარე. და შესაძლოა ეს გამოიკვეთოს მე როგორ ჩვენ რასაც ორიენტაციებს ვეძახით, მაგრამ ნებისმიერ სიტუაციაში მაინც ერთი ნაწილია წინ წამოსული, ერთმა კონკრეტულმა არქეტიპმა მოგიცვა, არქეტიპის ნაწილმა მოგიცვა და რა თქმა უნდა დაიწყო გაცნობიერება აი ამ შენი უკვე მგრძნობიარე ფემინური ამ რაღაცა ცოტა ემპათიური ნაწილის. ხო და აი როგორ შეძლოს თანამედროვე ქალმა? ეს ხო თანამედროვეობის პრობლემაა თუ პრობლემას უწოდებთ, რომ ქალს უჭირს, ნახე, ქალს უჭირს დაიჭიროს ბალანსი იმაში, რომ თან იყოს დამოუკიდებელი, თან იყოს ძალიან აქტიური, შემდგარი, რეალიზებული და თან იყოს ესეთი ნაზი, მიმღებელი, რაღაც ეს ფემინური. რა საჭიროა იყო ნაზი, მიმღებელი? ხო, ნუ ანიმას არქეტიპზე თუ საუბრობ. ხო არა, სინაზის გამოხატულებად აღქმაც რაღაცა მგონი ძალიან ის გვაქვს ჩვენ, აი ხო, ეს კითხვას მქონდა შენთან, რომ აი ფემინური ენერგია რას ნიშნავს შენთვის, მაგრამ აი ფემინური ენერგია არის ემპათიური ენერგია, ემპათიური პირველ რიგში, ინტუიციური და ეს მგრძნობიარე, რომელსაც ესმის ადამიანის ტკივილის სულთან მიტანა შეუძლია. ეს არის და არა რაღაცა სექსუალური პოზა და რაღაცა, არა. აი ეს არის ფემინური ენერგია, ხვდები? აი ძალიან ემპათიური, ძალიან მგრძნობიარე, ძალიან ზედმეტ ემოციებს როდებ ადამიანში. მიმღებიც. ხო, მიმღებიც, რა თქმა უნდა, მაგრამ ნახე, დაუცველი ხდები ემოციაში. იმდენად შემოდის სხვისი ემოცია შენთან, რომ ეს რაციო ვეღარ გიცავს და მე ეს ძალიან გთრგუნავს და შესაძლოა რომ შენში სერიოზული რაღაცა ფსიქოლოგიური პრობლემები გამოიწვიოს. ანუ შენ ეს საშუალო ესეთი ოქროს შუალედი უნდა დაიჭირო, ხვდები? მაგალითად, აი ნახე მიმღებლობა რა არის, ალო. მიმღებლობა არის მიიღო ადამიანი ესეთი, მაგრამ გესმოდეს, რომ ეს შეიძლება კარგი არ არის. მიმღებლობა რა არის, იცი? ჩვენ ვიღებთ ეხლა რომ სადღაც ომია და ბავშვები იხოცებიან თუ ქალები თუ კაცები რა მნიშვნელობა აქვს და ეს ფაქტია და ეს მივიღეთ, მაგრამ ეს ჩვენ არ მოგწონს, ხვდები? მაგრამ ნუ ახლა ამ წუთას ვერ ცვლი ვერაფერს. მიმღებლობა არის ამან შენ დეპრესიაში არ ჩაგაგდოს, არ წაგაქციოს, აპათიური არ გაგხადოს, ან არ ეცე ვიღაცას რომ შენ რო ესეთი ხარ, უნდა შექსუალო, უნდა მოკლა, უნდა გადაგიერო. მიმღებლობას ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ვაცადოთ მასგან ვითარება. როდესაც ბავშვის შვილის მიმღებლობაზე ვლაპარაკობთ, ის კი არა რომ ყველაფერი მომწონს მისი, მაგრამ მიღებით მე მას ვაძლევ საშუალებას, რომ თავის გზაზე იაროს და თავის შეცდომები დაინახოს. ჩვენი ბავშვობის ტრავმები, რაზე დგას, იცი, რომ არ გვაცდიდნენ ამას. ჩქარა, ისეთო და მე იყო რომ ეს უცებ შფოთვა იწყებოდა რაღაცა და რაღაც პოზას იღებდი უკვე გარეთ, კაი გოგოსი და შიგნით, ვიცი, იყავი მამრავლებად დაშლილი. ასე რომ გონიერება უნდა იყოს შერწყმული ემპათიურობასთან, რაციო უნდა იყოს შერწყმული გაგებასთან და ეს რაღაცა ცივი და ძალიან ცხელი კი არ უნდა იყო ადამიანი. უნდა აცნობიერებდე, რომ ახლა ეს ადამიანი
შეიძლება რაღაც ძალიან არასდროს აკეთებს, მაგრამ მოდი იქნებ შევძლო იქიდან მოვარე აქედან რაღაცაში, ან დავანებო თავი და განვითარდებს. კაცრი განმსჯელი რაციო ყოველთვის აფუჭებს ყველაფერს და პირველ რიგში შენში აფუჭებს, იმიტომ რომ როდესაც შენ განმსჯელი ხარ, მე შენ მუდმივად ვეღარც მეგობრობ, უკვე რაღაცა იდეალი გაქვს, როგორი უნდა იყოს, ვინ უნდა იყოს, რანერ იყოს და აღარ გამოდის. ხო და ადამიანებს და რეალობას საერთოდ ვერ იღებ ისეთად, როგორიც არის და შენია რაღაც ხდები, ხო და მე მიხსნიან რომ აბა როგორ მიყვარდეს ეს მიყვარდეს მოდი რა შენში დაინახე ეგ პრობლემა მარტო იმ ადამიანს კი არა შენშიც ცხოვრობს ეგეთი ადამიანი და აი ამის ბალანსი იმიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ამის ბალანსით შენ გაცნობიერებას ახერხებ არა მარტო შენი არამედ სხვისი შენ გაქვს ინდივიდუალური სესიები ხო კლიენტებთან შეგიძლია გითხრა რა შეიძლება გამოიკვეთოს აი შენი ემპირიული დაკვირვებით ქალების მთავარი პრობლემა რა არის ჩვენ ყავს აუდიტორია 85% ქალები არიან და ამიტომ სხვათა შორის დღეს მე რასაც უყურებ ქალების პრობლემაში ყოველ შემთხვევაში ჩემთან ვიზმთ დიდი დოზით მოდენ ესენი არიან აი ყველანაირად განვითარებული შემდგარი განათლებული ქალები რომლებიც პირად ცხოვრებას ვეღარ აწყობენ პარტნიორულ ურთიერთობაზე მაგ მე არ ვთვლი რომ პირადი ცხოვრება ეს მაინც ოჯახია პარტნიორულ ურთიერთობას და ამაზე ვფიქრობ ძალიან ბევრს ამ ბოლო დროს ვესაუბრები მათ და ვფიქრობ რომ რაღაცები იცვლება სამყაროში ანუ ჩვენ რაღაცა გაგებით გავიზარდეთ როგორი უნდა იყოს ქალი როგორი უნდა იყოს კაცი მაგრამ ამავე დროს რეალობამ დაგვეყენა სხვა რამის წინაშე რომ მივყევით ჩვენს განვითარებას და ეს ძალიან სწორია ქალი რომ განვითარდა ქალის მაგრამ სადღაც დარჩათ მაინც კაცის გარკვეული იდეალი მამაკაციც მოხდა ეს ხვდები ანუ ჯერ მთლად ვერ გაცნობიერდა შენი რეალობა და იდეალი რომელიც შენ მაინც გქონდა იმ მამაკაცზე და ის რომ შენი რეალობას ის იდეალი ვეღარ პასუხობს იმ დრო აღარ არის ხვდები შენს რეალობაში ვერც იქნება ეგ მგონია რომ ამან გამოიწვია ესაცილება მამაკაცებშიც და ქალებშიც იმიტომ რომ მამაკაციც ესეა თან უნდა ესეთი ძალიან განვითარებული განათლებული შემდგარი დამოუკიდებელი ქალი თან სადღაც აქ არქეტიპი იმ რაღაცა ფემინური მორჩილი იმის ამის ხვდები და ამას პირიქით უნდა რომ თან ესეთი ტიპი იყოს ძალიან კარგი ძალიან გაგებული ძალიან და თან უნდა რომ კიდე ეს მასკულანური მართველი ეს აირია ხვდები და მგონია რომ ამ დალაგების პროცესში ვართ უბრალოდ რა და თუ ამოსავალ წერტილს ვიპოვით იმიტომ რომ იმ იქიდან რომ აი ემონტი დაანგრიე რა ეს წარმოდგენა რომ ესეთი უნდა იყოს კაცი ან ესეთი უნდა იყოს ქალი და უბრალოდ მიყევი პარტნიორულ ურთიერთობას და რაღაცა წერტილებს ნუ დასვავ რომ იქ უნდა მიმიყვანოს ან იქ უნდა მიმიყვანოს და უბრალოდ ერთმანეთის აი ამ გაზიარებით თუ გაგებით იქნებით მგონია რომ ეს დაალაგებს რა სადღაც გაჭედილი ვართ რეალობასა და იდეებს შორის და აი ეს ვერ დაალაგდა ჩემი აზრით და შენი გამოცდილი ხო რაზე ეს დასკვნა პირადად ჩემია აი სხვა ახსნა მე არ მაქვს რატო მოხდა ის რაც ხდება ახლა რა მაინტერესებს იცი კიდე როცა ვსაუბრობთ ჩვენ ქალის როლზე ზოგადად და აი დედის როლი, ცოლის როლი და ასე შემდეგ მე მახსენდება შენი ერთი პოდკასტი იყო თუ ლექცია აღარ მახსოვს შენ გააჩინე ასე თქვი რომ მე გვიან გავაჩინე შვილი და ახლა კითხე რამდენი წლის იყავი და 33 ისო და მე გვიანი მგონია 40 უნდა იყოს იმიტომ რომ მე თვითონ ჩემი ასაკიდან გამომდინარე მაქვს ეს რაღაცა მოლოდინები რატო იყო კარგი გვიან ასაკში შვილის გაჩენა არა მე შვილი რო გავაჩინე აბსოლუტურად ვიცოდი რა მინდოდა ცხოვრებაში გააზრებული გაცნობიერებული ვიყავი და ჩემი შვილი ჩემთან ერთად გაიზარდა. ანუ შვილი რო გავაჩინე მე აღარ მქონდა ის აი რაღაც სამყარო რო გინდა გასავლელი რო გაქვს და აი ჯეჯერო არ გაგივლია ახალგაზრდა ხარ ის გინდა აი ეგენი აღარ იყო. იყო ვიცოდი რა მინდოდა, რატო მინდოდა, როგორ მინდოდა ეს ბავშვი გავაჩინე ჩემთვის ნამდვილად რა. და ბევრად მშვიდი იყო მაგ აი ერთად გავიზარდეთ ეს ბავშვი იყო რაღაც ახალი სინათლე ჩემს ცხოვრებაში. და მგონია რომ ბევრად დალაგებული ვიყავი მისი მოსმენა შემეძლო მისი გაგება შემეძლო ენერგია მქონდა მისთვის ოღონდ ერთი გავაჩინე ზუსტად მივხვდი რომ იქ მეორე ვეღარ იქნებოდა იმიტომ რომ კოლოსალური ძალა უნდა კოლოსალური ენერგია და ყურადღება უნდა ბავშვს და
მე ამიტომ ფიქრობდი, რომ კიდე შეიძლება და 1-2 წელი უფრო გვიან ხო, კი, იმიტომ რომ რაც უფრო ჩამოყალიბებული ხარ, რაც უფრო მყარი ხარ და ემოციურად, ფსიქოემოციურად, თუნდაც პროფესიულად მით მეტი საშუალება გაქვს, რომ შენ შულს მისცე ყველაფერი. ხო, მე რო შვილი გამიჩინა 25 წლის ასაკში, ზუსტად ვიცი. აი ესე ვიყავ სადღაც ჰაერში, რა უნდა გამეკეთებინა ამ ბავშვისთვის, ეს იქნებოდა ტრაგედია ჩემთვისაც და მისთვის. აღარ მახსოვს ადლერთან წავიკითხე თუ სად წავიკითხე, რომ როდესაც 18-19 აი რაღაც მოზარდობა ახალი დასრულებული, რომ ამ ასაკში როცა იქმნება ოჯახიო. ესე იგი ეს პარტნიორები ერთმანეთს აწვალებენ, იმიტომ რომ თვითონვე არ არიან ჩამოყალიბებული საკუთარ თავში და მეორე ადამიანს იყენებს იმისთვის, რომ თვითონ რაღაცას დაემსგავსოს და თვითონ ჩამოყალიბდეს პიროვნებად. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ხო ვამბობთ, რომ სოციალური არსებები ვართ და ჩვენ მეორე ადამიანი გვჭირდება აუცილებლად, რომ გავერკვეთ ჩვენ ვინ ვართ, ხო? აი აქ სად არის ეს რაღაც ოქროშუა გული, რომ მეორე ადამიანის გამომყენებელი კი არ ვიყო ჩემი ინტერესებისთვის და რაღაც მე თვითონ რო არ გამირკვევია რა ვარ და რა მინდა. არ არის, უბრალოდ ნაადრევი ქორწინება ნიშნავს, რომ ერთ ადამიანზე ყველაფერი გადატანილი და ძალიან დიდ ტვირთს კიდებენ ეს ორი ადამიანები ერთმანეთს და ამ დროს ძალიან გაურკვევლები არიან თავის თავში რეალურად რა. და შესაბამისად შენ იქ ვალდებულებაც გაქვს, საჭიროებაც გაქვს, ემოციაც გაქვს და გინდა არ გინდა მას კიდევ ყველაფერს. ხა წარმოგიდგენი აზრი არ ხარ საერთოდ არაფრის და შენი იდეებით, შენი ჩრდილით, შენი განპირობებულებით ამ ადამიანისგან ითხოვ ყველაფერს და ტანჯავ ბუნებრივია, იმიტომ რომ იმას კიდე თავის თავი ვერ გაურკვევია და ცოტა რომ აი ცხოვრობ მეგობარი შეყვარებული დაშორდი, მე ახალი შეყვარებული მეგობარი კოლეგა იქ ნაწილდება პროექციები და გაცნობიერებას იწყებენ, მაგალითად როგორ მქონდა, იცი გაცნობიერება ეტაპები როგორ მქონდა ის ცხოვრებაში, რაღაცა აი ვაკეთებდი, მივიდოდი, მე მეწყებოდა რაღაცა პერიოდი მარტო უნდა ჩავკეტილიყავი ჩემ თავში, გადამეხარშა, მე ისევ ვიწყებდი, აი ესე იყო მე ლექციები მამარდაშვილის ინსტიტუტი რო გავაკეთეთ, მე მივხვდი რომ всё, ნონა ეს ეტაპი ამოწურე და ეხლა მე თვითონ ჭირდებოდა სხვა მარტო ყოფნა, რომ სხვა ეტაპზე მე გამეკეთებინა ჩემ თავში აი ეს რაღაცა ჩაღრმავება და ამ დროს ძალიან პროექციები რო გადადის მრავალზე მრავალი შენი თვისება გამოდის და უფრო ესე მარტივია დანახვა და ორი ადამიანი ერთ სივრცეში რო ჩაკეტო ისინი საბოლოოდ დახოცავენ ერთმანეთს, იმიტომ რომ მთელი დემონები ხო. ეხლა შენ ახსენე, აი ეს ცვალებადი პერიოდი ხან ხალხში და სოციალიზაცია და ხან აი მარტო ხარ და ამ დროს ერკვევი შენ თავთან და მოდი ბოლო კითხვას ამას დაგისვა, იმიტომ რომ რაღაც ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ფიქრობ ამაზე და მაინტერესებს შენი აზრი. როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა დეპრესია აი იმისგან, რასაც თქვათ იუნგი უწოდებდა ინდივიდუაციას. ეს ინდივიდუაციის პროცესი ხო არ ხდება, მარტივი არ არის რა. ამ დროს ადამიანი აი ამ თავის დემონებსაც და ამ ყველაფერს ხო ეჯახება და ეს უნდა გადალახოს იმ რაღაც ქვესკნელიდან ამოვიდეს და ზევითავიდეს. სრულიად სხვადასხვა ხო, მაგრამ აი რაღაცით გავს თითქოს ერთმანეთს. არა, დეპრესიით არა, სიმძიმით. დეპრესია არა. დეპრესია პირიქით იქ ჩაკეტილი ენერგია, უნარობა, არაფრის სურვილი. ინდივიდუაციის პროცესს ახლავს თავისებური სიმძიმე, შეიძლება ქაოსური შეგრძნება, მაგრამ არა დეპრესია და ინდივიდუაციის პროცესში პატარ-პატარა თავისუფლებები მიდის, აი ყველა გამოწვევაზე. მე ინდივიდუაციის პროცესს უფრო შევადარებდი, მაგალითად, აი მითოლოგიური გმირის გზას, რომელიც მოგზაურობაში მიდის, ხშირად აი ფროდოზე ვსაუბრობ ხოლმე ბეჭდების ძანებლიდან, ხო, აი ყველა პერსონა ბეჭდების ძანებლის არაგონი, ფროდო ერთი პიროვნება, გარეთ გამოსახული რაინდი, ფროდო თავმდაბლობა, რომელიც ბოლოს ეს ანადგურებს ყველაფერს, ხო რაღაცა. აი მე უფრო ამას შევადარებდი, რომ მიდიხარ, ხან ცუდად ხარ, ხან კარგად ხარ, ხან იაზრებ, ხან ვერა, მაგრამ დეპრესია ეს უფრო რაღაცა გაყინული შინაგანი რესურსია და მდგომარეობა. ანუ გაყინული შიშია მოდი. ხო, აი იცი რატო გეკითხები, მე მაგალითად რომ მქონდა ეგ პერიოდი, ეს დამეწყო 35 წლის ასაკში და დეპრესია? დეპრესია არა. უბრალოდ ხალხს ეგონა რომ დეპრესია იყო. აი მე როდესაც აღარ ვიყავ ისეთი აქტიური და რაღაც მხიარული და მომღიმარი და რაღაც ესე რა ქვია შეკრებების რაღაც შუაგულში და ასე შემდეგ.
ნუ ეს იმიტომ რომ მათ უბრალოდ არ იციან რა არის დეპრესია ხვდები და თუ შეხედეს რომ ადამიანი იცვლება თვალში ხვდება და დეპრესია არაფერ შუაში ადამიანს უდგება ინტროვერტული პერიოდი უკვე დაფიქრების და აქ ადამიანი იცვლება მე აბა როგორ ვარ შეცვლილი მე საერთოდ სულ სხვა ხასიათები მქონდა ეს ბუნებრივია როდესაც ღრმად ჩადიხარ შენს თავში გარე სამყარო კარგავს თავის ბრწყინვალებას. და ისევ ეს აი შენი თქმით ხაზები რო ამბობ, ანუ რაღაც საზღვრები და ჩარჩოები, ხო? თუ ამ ჩარჩოს მიღმა ის რაღაცა ესეთია, არ არის კარგი და არ არის სწორი და ამ დროს ადამიანი მოგთხოვს, რომ რატო არ ხარ ისეთი როგორც ჩვენ ყველა და ეს მათ თვალში აიქნება როგორც დეპრესია, როგორც ცუდი რაღაც, როგორც ნეგატიური და ამ დროს ადამიანი შეიძლება გადიოდეს ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს თავის ცხოვრებაში, რომელიც მიიყვანს სადღაც, ხა მე არ სადარ მივსულარ ჯერჯერობით, მაგრამ ეს ამ პროცესში რო ვარ, ამას ნამდვილად გძნობ. ამიტომ სალომე მან ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამ გზაზე დგები, საერთოდ არავის აზრი აღარ უნდა გაღელვებდეს და მარტივად ჩახსნა ისე რომ მკითხე, წასულ ხარ უთქმელად, ხო? წავსულ ვარ, როცა ხვდები რომ იქ ნუ ისენი სხვაგან წავიდნენ და შენ სხვაგან ახლა ვერ დაიწყებ ახსენს რომ აი გამარჯობთ მე კაი გამოვაზრდებ. უბრალოდ უნდა წახვიდე შენი გზით რა და ჩვენ საერთოდ ერთი რამეა, რაზეც მე მინდა რომ ადამიანებმა იფიქრონ, ჩვენ ყველგან დროებით ვართ. ოჯახშიც, შვილებთანაც, პარტნიორებთანაც, მეგობრებთანაც სამწუხაროდ ყველგან დროებით ვართ. რაღაცა პერიოდი მე ბავშვობის მეგობარი მყავდა ის საუკეთესო ვიხსენებ დღესაც, მაგრამ სადღაც ამოიწურა ჩვენი სხვადასხვა გზით წავედით. ეს იყო საუკეთესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ იყო დამთავრდა ხვდები. ეს არის ყველაფერი იწყება, თავრდება. ანუ ფსიქიკა გადის რაღაც გზას, გაივლის ამოწურა ის პროექცია თუ ამოიწურა, იქ არსებული შინაარსებიც იწურება და ეს შინაარსები არის გარეთ უკვე პროექცირებული ადამიანებზე და იქაც ყველაფერი ქრება. აი ესეთია სტრუქტურა ჩვენი ფსიქიკის. მოგწონს თუ არა? ძალიან დიდი მადლობა ნონა ამ საუბრისთვის. შენ მე მგონი კლიენტი გირეკავს იმდენჯერ. არა, მე ჩემი შვილი მირეკავს რა თქმა უნდა. საფეთქება ჩემს შვილს შეუძლია მაგრამ. ვინმე სხვა უჭირს რამე ხარ. არა, მე ვიცი, როდესაც ესე ტელეფონი ერთ-ერთი ჩემი შვილი რომელიც არ დაგანებებს თავს და ნამარ უპასუხებ და მივწერე უბრალოდ მუშაობ. მადლობა ძალიან დიდი. მე მგონი მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო და ბევრი ახალი მნიშვნელოვანი რაღაც საკითხები მიიღო დღეს, რომელზეც დაფიქრდება და იფიქრებს და რაღაც ბუნდოვანება თუ იყო აქამდე, ცოტა ნათელი მაინც მოეფინება. ძალიან გამიხარდება ესე თუ. მადლობა დიდი. მადლობა ნონა, მე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ თუ მოგეწონათ დღევანდელი საუბარი, გთხოვთ ეს გამოხატოთ თქვენი მოწონების ღილაკზე დაწყაბებით, კომენტარის დატოვებით და რაც თავარია არხის გამოწერით. მე ერთი კვირით გემშვიდობებით, დროებით.